მაინტერესებს რამდენი ხართ ესე ფრენას ეხება საკითხი, თავად ფრენა ძალიან მიყვარს და არ მეშინია, მაგრამ მეშინია ფრენამდე შემოწმების გავლის. მაგ დროს რო გამოწმები რა, რომ ისეთი არაფერი არ გიდოს ჩანთაში ან ჯიბეში. Security check-ins გულისხმობ და მაგ დროს მგონია, რომ რეციდივისტი ვარ ნომერ პირველი სამყაროში, ცხოვრებაში ალბათ განავსაწინააღმდეგო, რა ვიცი, არ მახსენდება რომ რამე ჩამედინოს და მაგ დროს მგონია, რომ всё მიჭერენ მამის ახლობლებს დავემშვიდობო ხოლმე, რომ ხალხო ერთი 20 წლის მერე შეგეხმიანებით ციხიდან რომ გამომიშვებენ. და ეს მომენტი ჩემი ჩანთა რო უკვე გადის კანერზე და სანამ გამოვა, всё, სამყარო თავზე მეკცევა, რომ всё, დამიჭირეს უეჭველი აღმომიჩინეს, რავი, ყველაფერი, ნარკოტიკები თუ იარაღი და ბომბი და მე თვითონაც ამომიცნეს, რომ ტერორისტი ვარ და ყველაფერი. და მე თან იმ სექციაში გავიდეს ჩანთა რომ კიდე დამატებითი შემოწმება სჭირდება. ხო, ეგ ხო საერთოდ всё, დაჭერილი ვარ, შანსი არ არის. მაინტერესებს რამდენი ხართ ესე. თავად ფრენას რაც შეეხება. არ მეშინია ფრენის, მაგრამ თავს უფრო უსაფრთხოდ ვარ, უსაფრთხოდ გრძნობ თუ ვარ ხმელეთის ზემოთ. იდეაში თვითმფრინავი რომ რაღაც ირხევა, ალბათ წყლის ზედაპირზე, წყალში რო ჩავარდე, უფრო უსაფრთხოა ხო, მაგრამ მე რიგ წარმოვიდგე, რომ იქ უეჭველი ზვიგენები და რაღაცები შეგჭამე, რა და წყალში ელოდები, რომ უცებ როდის მოგაჭამს ფეხს და ხმელეთზე მგონია, რომ რაღაცნაირად გადავრჩები, ავხტები იმ მომენტში, რომ დაეცემა თუ რაღაც სისულელეებს ფიქრობ რა და უფრო უსაფრთხო მგონია. მაინტერესებს თქვენი შიშები და გამოცდილებები ფრენასთან დაკავშირებით. დაწერეთ კომენტარები.